შენ რამდენ გაჩერებას მოყვები ამ ავტობუსს. რა უნდა მას თუ ვიცით, მაგ შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდხანს შევიდარჩუნოთ. ხო, მოსულასაც პოზიტიურად უყურებდეთ და ჩასვლასაც უყურებდეთ პოზიტიურად. და ის ხალხი იწყებს ფიქრს, რომ ესე იგი მეც ეს უბედურება მაქვს გასავლელი, ასე ვთქვა და მეც მეტყვია, რომ აუ შენ როგორი ყოფილხარ და დაგვტოვე და დაგვაღალატე და მჯერა გვეშველება და ასე. კარგი ხალხი თუ მიდის, ის მიდის უკეთესობისკენ მიდის. გამენეჯერდება, თავის კომპანიას გააკეთებს, ისწავლის წინწავა და მერე ეგეთი ხალხი ყველას გვინდა. თუ ჩვენ შეგვიძლია რომ პირიქით გაუადვილოთ იმ ახალ რეალობაში შესვლა და რაღაცნაირად ადაპტაცია კიდევ უფრო კარგ საქმეს გავაკეთებთ მართლაც. მენეჯმენტის ტრეინინგებზე როცა ვლაპარაკობთ აყვანაზე და გაშვებაზე, მოკლედ ორი ანალოგია არსებობს, ასე ვთქვათ, რომელსაც ვუზიარებ მონაწილეებს და მენეჯერებს, რომ მოკლედ კომპანია, ფლომასტერი მაგალითად, ან უნდა ვთქვათ, რომ არის ოჯახი და ან უნდა ვთქვათ, რომ არის ავტობუსი. ესე იგი, თუ ოჯახია, აი როგორც ოჯახის წევრი უნდა მივიღოთ და ჩავიხუტოთ და ჭირში და ლხეიში ისა და რას ქვია გაშვება, რა ბრძანებაა, თუ მოკვდება, გავასვენებთ და ჯვარი გწერი 100 წლის მერე და თუ არა და ჩვენთან უნდა იყოს, ნუ კაი სასწავლებლად წავა უცხოეთში, მერე უნდა დაგვიბრუნდეს ოჯახს და ასე. თუ არის ავტობუსი, მაშინ გაჩერებები აქვს ამ ავტობუსს, ვიღაცა სულ ჩადის, ვიღაცა სულ ამოდის. ჯანსაღი ორგანიზაცია ყველა მივიდა იქ, რომ მაინც უფრო მეტად ავტობუსია რა. შეიძლება ძალიან კომფორტული ავტობუსია, ძალიან კარგი კონდიცირებით და კომფორტული სკამებით, მაგრამ მაინც ავტობუსია. თუ ჩვენ მაგ მოდელზე მივალთ და ჯენზიები ყველა მაგ მოდელზე არიან, ასე ვთქვათ, ავტომატურად, მაშინ საკითხი არის, რომ რომელ გაჩერებაზე ჩადიხარ, ესე იგი. ანუ ადამიანი რომ ამოვიდა გაჩერება, უნდა დაახვდეთ, გარეთ დაახვდეთ, onboarding-ი, სკამი ვაპოვნინოთ კომფორტულად ისა და მალევე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, რომ შენ რამდენ გაჩერებას მოყვები ამ ავტობუსს რა. ეხლა მნიშვნელოვანი ის არის, რომ რა უნდა მას თუ ვიცით, მაგ შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდხანს შევინარჩუნოთ. ხო, ბუნებრივია, იმიტომ რომ მაგალითად ესე იგი, ჩემი ერთი ნაცნობი დაიწყო კომპანიაში მუშაობა და ამ კომპანიამ გასაუბრების ეტაპზევე კითხა, რომ შენ მომავალში რას აპირებ? და ამან უთხრა, რომ გერმანიაში მინდა სასწავლებლად წასვლა. და მერე რამდენიმე თვეში ამან დაიწყო ინგლისურენოვან პროექტში მუშაობა და ეუბნებიან, რომ გერმანულენოვან პროექტში გამოჩნდა ადგილი და შენ თუ იქ გადახვალ, თან იმუშავებ და თან გერმანულს ისწავლი, რომ იმ შენ სამომავლო გეგმას წამოადგეს და კაი ხანს დარჩა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს კომფორტი შეიქმნა, ჩემს ზრუნავენ, მე ჩემ საქმესაც ვიკეთებ, აქ ყოფნით, ანუ იმ სერტიფიკატებს თუ რაღაცებს მივიღებ და მერე უფრო თამამად გავაგრძელებ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამოსვლასაც პოზიტიურად უყურებდეთ და ჩასვლასაც უყურებდეთ პოზიტიურად, ხო? აი ავტობუსის ის არის. იმიტომ რომ და რატო ჩავიდა ადამიანი, იცი რა, სხვა ავტობუსში უნდა დაასვლა, ესე იგი და ძალიან გვიყვარს, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან კარგად დაგვეხმარა და მერე მომავალში შეიძლება ისევ ჩვენ ავტობუსში ამოვიდეს რაღაც ეტაპზე, ხო? ეგეც ძალიან მიღებული პრაქტიკაა და ეხლა ჩვენ გაგვიკეთებია ეგ თემა ფლომასტერშიც, რომ რავი, წავიდა ადამიანი, ისწავლა, დაბრუნდა, ვიღაცა არ დაბრუნდა, ვიღაცა სადღაც გადავიდა, მერე ისევ გადმოვიდა, ხო? იმ ოჯახის სიმაში, ასე ვთქვათ, პარადიგმაში რაღაც წავიდა და მერე დაბრუნდა, მივიღოთ თუ არ მივიღოთ, გვიღალატა თუ არ გვიღალატა, ასე შემდეგ. მოკლედ, უნდა გავალაითოთ მაქსიმალურად და უნდა ვთქვათ, რომ ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ავტობუსიდან ასვლა-ჩასვლა. ეხლა რატო არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორც კი ჩვენ დავადრამატიზებთ გაშვების პროცესს და წასვლის და რაღაცა სინდისი ავაგდებთ ადამიანთან რაღაცა, ყველა დანარჩენი ხო რომელიღაც გაჩერებაზე ჩასასვლელია და ის ხალხი იწყებს ფიქრს, რომ ესე იგი მეც ეს უბედურება მაქვს გასავლელი, ასე ვთქვა და მეც მეტყვია, რომ აუ შენ როგორი ყოფილხარ და დაგვტოვე და დაგვაღალატე და მჯერა გვეშველება და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც onboarding-ი გქონდას წყობრი და მოწესრიგებული, ასევე offboarding-ი გქონდეს წყობრი და მოწესრიგებული და არ ვტანჯავდეთ ადამიანებს და როგორც გახარებულები, ესე იგი ტორტით დავხვდით, ისე ტორტით უნდა გავაცილოთ ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა, ძალიან გამოგვადგა, გვემეგობრა, გვეურთიერთა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თქვით გახსოვს თავიდან რომ ENPS-ი რომ თავის მეგობარს ურჩევს თუ არა ის წასული თუ ურჩევს ეთქვის რომ მე მაქედან წამოვედი მაგრამ არაჩვეულებრივია და შენ აუცილებლად მიდი აი ეს წარმოიდგინე რამხელა ამბავია რომ წასულმა ადამიანსაც კი უყვარს და მოსწონს ის ავტობუსი წინა რომელიდანაც ჩამოვიდა და შეიძლება თვითონ უთხრეს რომ მეც დიდი სიამოვნებით დაუბრუნდები როცა სურვილი და შესაძლებლობა და ის მექნება ხო ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს წასული ხალხი ანუ ალუმნის ცნებაც კი გაჩნდა როგორც უნივერსიტეტში ხო ანუ ის ჩვენი ელამნაი არის რა მე რა რო წავიდა ხო ეხლა ხა ჩვენ რო გქონდა ღონისძიება მოვიდა ეს ხალხი და ძალიან დიდი სიამოვნებით რაღაცა გაიზიარა ჩვენი ეს რაღაცა სიხარულები და საქმეები და ასე შემდეგ ანუ წასულისასაც ბოლომდე არ მიდის და რჩება ჩვენიანად შეიძლება კონტრაქტორად გვემუშაოს შეიძლება უბრალოდ მეგობრულად რაღაცა შესაძლებლობები თან კარგი ხალხი თუ მიდის ის მიდის უკეთესობისკენ მიდის გამენეჯერდება თავის კომპანიას გააკეთებს ისწავლის წინწავა და მე ეგეთი ხალხი ყველას გვინდა რა თქმა უნდა და ეხა კომპანია თუ დიდხანს არსებობს უკვე ეს ელამნაიც ამ ამოსვლებით ჩასვლებით ხშირით მოკლედ საკმაოდ ბევრი იქნება და შესაბამისად საქმე თავიდანვე ისე უნდა იყოს ორგანიზებული აი მანდეი და ის რომ აი გადააბარე და ასწავლე და შენ ახლა 3 თვე უნდა მოუყვე იმას როგორ ვიმუშაოთ არა ჩაწეროს ვიდეო ამ ადამიანმა როგორ აკეთებს რაღაცას ლუმი ჩაწეროს და დატოვოს ეს ლუმი და იმ ლუმით ისწავლის შემდეგი ვინც მოვა იმ საქმის გაკეთებას თავისუფლად ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ როგორც onboarding-ი გვაქვს კარგად დასაწყობი, ისე კარგად გვაქვს ასაწყობი offboarding-ი, როდესაც ჩასვლის წინ როგორ ეს ყველაფერი, რომ უმტკივნეულო იყოს თქვა კომპანიის ტექნიკა ქონდა, აკაუნტები ქონდა, რაღაცა იმეილი, მიბმული, ხო? მარტივი უნდა იყოს რაღაცნაირად ადამიანისთვის ამის გაკეთება და ის რომ დაგიბლოკეთ და გადაგიბლოკეთ და ვეღარ ფაილებს დაკარგავ და ტელეფონში ვეღარ შეხვალ და რაღაცები მოკლედ ძალიან მეოცე საუკუნოვი ამბებია და ჯენზიებთან არ გამოდგება და სახალისო უნდა იყოს და თუ ჩვენ შეგვიძლია რომ პირიქით გაუადვილოთ იმ ახალ რეალობაში შესვლა და რაღაცნაირად ადაპტაცია კიდევ უფრო კარგ საქმეს გავაკეთებთ მაგითი რა იმიტომ რომ ისევე სოციალური უნარები და რაღაცები ძალიან მაინც მიუხედავად იმისა რომ გამოცდილება მიიღო მაინც ამ თაობისთვის საკმაოდ რთულია